საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საპატრიარქოში დღეს იეზიდთა სასულიერო დელეგაცია მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში 13 უმაღლესი რანგის სასულიერო პირი იმყოფებოდა. დელეგაციას მსოფლიო იეზიდთა მთავარი მისი უწმიდესობა მირ თასინ ბეგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე იეზიდთა და ქართველთა შორის ისტორიულად არსებულ კავშირებზე ისაუბრეს ილია მეორე ერახსა და მსოფლიოში იეზიდთა მდგომარეობით, რელიგიური წამსით და დამწერლობითაც დაინტერესდა. იეზიდთა მთავარმა უწმიდეს მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და კათოლიკოს პატრიარქი ერახში მიიწვია. იეზიდთა სასულიერო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. ჩვენ უძველესი ერები ვართ, დიდი კულტურით, დიდი ისტორიით, ეს კულტურა და ისტორია უნდა იყოს შემორჩენილი. ჩვენ დიდი პატრიოტიზმით ვართ განწყობილი იეზიდების მიმართ. და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მას. ჩვენ და ქრისტიანებს ძალიან თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს. რთულ პერიოდში ყველა ვერთიანდებით და ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენი ხალხი თქვენი ნაწილია, ამაზე ჩვენი ისტორიული წარსულიც მეტყველებს.